მოგესალმებით, დღეისათვის მინდა ვისაუბრო პროსტატ სპეციფიკურ ანტიგენზე, ეგრეთ წოდებულ PSA ტესტზე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროსტატის სიმსივნის დიაგნოსტირების თვალსაზრისით. პროსტატ სპეციფიკური ანტიგენი ეს არის სპეციფიური ცილა, რომელიც წარმოიქმნება წინამდებარე ჯირკვლის მიერ და მისი დონე სისხლში წარმოდგენას გვიქმნის წინამდებარე ჯირკვლის ზოგად მდგომარეობაზე. პროსტატ სპეციფიკური ანტიგენის მატება ყოველთვის აღნიშნავს ონკოლოგიის არსებობას. PSA შესაძლებელია მოიმატოს სხვადასხვა ინფექციების შედეგად. PSA-ს მატება შესაძლებელია განაპირობოს შარდის ბუშტის კათეტერიზაციამ, ასევე უმნიშვნელო მატება შესაძლებელი არის გამოწვეული იყოს სქესობრივი აქტის მიერ. მაგრამ თუ პროსტატ სპეციფიკური ანტიგენი მომატებულია მკვეთრად, მაშინ ექიმი ვალდებულია პაციენტთან მიმართებაში გამოიყენოს დამატებითი უფრო ღრმა კვლევები. პროსტატ სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა პაციენტებში იწყება 50 წლის ასაკიდან, მაგრამ თუ პაციენტს ანამნეზში აქვს გენეტიკური მიდრეკილება, ეგრეთ წოდებული მემკვიდრეული ფაქტორი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ტესტირება დავიწყოთ უფრო ადრეული ასაკიდან. პროსტატ სპეციფიკურ ანტიგენთან მიმართებაში თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, შემიძლია პირადად გიპასუხოთ. PSA-ს ტესტი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ნაბიჯი თქვენი ჯანმრთელობისათვის. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის.